მშვიდობისა, მოგესალმებით, გამარჯობა. აღდგომის სამზად ისი გვაქვს, რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის, ქართველებისთვის ასევე ნიშნავს დიდ სიხარულთან, დიდ იმედთან, დიდ ზეიმთან ერთად ნიშნავს ჩვენი გარდაცვლილების პატივისცემას, პატივის მიგებას, სასაფლაოების მოვლას, მოწესრიგებას, გამშვენებას. ბევრ ჩვენგანს, ბევრს ჩვენს ირგვლივ უჩნდება შეკითხვა და აქვს პასუხგაუცემელი შეკითხვა, რა ვქნათ საფლავზე, როგორ დავრგათ, როგორ მოვიყვანოთ, როგორ მოვუაროთ, როგორ შევძლოთ, ვერ ვრწყავ, ვერ ჩავდივარ, ვერ ვაქცევ ყურადღებას, არ გამომდის, მინდა რომ მქონდეს ლამაზად საფლავი, მაგრამ ვერ ვახერხებ ამას. რაც არის აბსოლუტურად ბუნებრივი, რა თქმა უნდა, ისე ვერ შევძლებთ ყვავილის მოვლას, როგორც საკუთარ ბაღში და ამიტომ ჩვენი გამოცდილებით ჩვენ გაგიზიარებთ ჩვენს პატარა სამებაღეო ცოდნას, თუ რომელი ყვავილები ძლებს არამხოლოდ ახლა, არამედ მთელი წლის განმავლობაში და არამხოლოდ ყვავილი, რომელი ბუჩქი ძლებს კარგად, რომელი ნიადაგფარავი მცენარე და რომელი შეგვიქმნის ჭრდილს, ნაკლები მოვლით. ნაკლები მოვლით. აქვე უთხრა ჩვენს მაყურებელს ისიც, რომ სასაფლაოები არის შემნახველი. სასაფლაო ინახავს ბევრ განსაკუთრებულ მცენარეს. ეს ჩემი აზრი არ არის, ეს მისი უწმინდესობის აზრია. ერთხელ დაგვიბარა და ასეთი რამ გვითხრა. შვილებო, ქართველების ბუნებაა, რომ სასაფლაოს განსაკუთრებულად უვლის, განსაკუთრებულად პატრონობს, გარდაცვლილებს ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს და აქცევს. ამიტომ რაც ყველაზე უფრო ძვირფასი იშოვა, რაც მოიპოვა, ყველაზე ძვირფასი მცენარე დარგა თავისი გარდაცვლილი ოჯახის წევრის თუ ახლობლის საფლავზე. ამიტომ საფლავებზე ბევრი საინტერესო გამძლე გამოცდილი ჯიშია შენახული. გააძლევთ კურთხევას, იაროთ საფლავებზე, არ შეგრცხვეთ, არ მოგერიდოთ, შეაგროვოთ ეს ძველი ჯიშები და განსაკუთრებით ვარდებს ეხებოდა ეს საუბარი და ის ვარდები მოიტანოთ სამების ბაღში გასამრავლებლად. ასეთი რამე აქვს ჩვენთვის ნათქვამი. კი, გარდა ამისა, ცოტა სამებაღეო ნაწილი რომ შევურიოთ, საფლავებზე ხდება ბუნებრივი გადარჩევა. რას ნიშნავს ბუნებრივი გადარჩევა? ის ჯიშები, რომელიც უფრო მეტად ძლიერია, გამძლე გარემო პირობებისადმი, იმ ადგილობრივი კლიმატის პირობებისადმი, რომელიც იქ არის შექმნილი, იქ რომელიც გადარჩება, რომელიც განვითარდება და რომელიც გაიზრდება, ის იქნება ყველაზე მეტად იმ ადგილისთვის შესაფერისი, რაც ნიშნავს სხვა სუსტ მცენარეს დაჩაგრავს, მიაკნინებს, დაასუსტებს და ის ძლიერი გახდება დომინანტი. ამიტომაა რომ სასაფლაო შეადგენს ერთგვარ საცავს, სადაც გადარჩენილია ძლიერი მცენარეები და საუკეთესო ფორმაში ბევრი ხის მაგალითი შეგვიძლია ვთქვათ, საუკეთესო ფორმაში წარმოდგენილია სასაფლაოებზე. კი, განსაკუთრებით ეს ხდება სოფლის სასაფლაოებზე. აი ზუსტად ვიცი ეხლა ჯაველიძის საფლავია ერთი ჩემი ასკანის სასაფლაოზე, ჩემი სოფლის ისეთი ჯიშის ვარდი, რომელიც იქ ყვავის, არსად სხვაგან არ მინახავს. დიმში და ოფჩა. მე ვიყავი ეხლა ოფჩაში, მანანამ შვილდაძის საფლავზე, სოფელი ოფჩა დასავლეთში და იმ სოფლის სასაფლაოზე საოცარი ჯიშები შემხვდა, ასევე ვარდების. ვარდების იასამნის ჯიშები, რა თქმა უნდა. ზურამ სწორად თქვა, ის მცენარეები გადარჩებიან, რომლებიც მოუვლელობას კარგად იტანენ და უძლებენ. ისეთი ხეები იდგა. ძველ სასაფლაოებზე მინახავს ისეთი ზეთისხილები, ისეთი ფშატები, მოურწყავად, რა თქმა უნდა, ვინ შეძლებს სასაფლაოზე და უმრავლესობას სასაფლაოებში არ არის სარწყავი წყალი. ეს ხო ყველამ ვიცით, რეალობაა ჩვენი. ორად შეიძლება გავყოთ მცენარეები, რომლებსაც ადამიანები საფლავებზე რგავენ. ერთი რომ ამ სააღდგომოდ ცოტა გული გაიხალისო, თავი მოიტყუო და იმ წუთას დაამშვენო და გაალამაზო, რომელიც განწირულია და მეორე ის მცენარეები, რომლებიც რჩება, თავისით მრავლდება, იზრდება და კარგად ხარობს. ერთ-ერთი ასეთი არის ჩვენი ჯუჯა მიხაკი. კი ბატონო. აი ეს მინიატურული მიხაკი საოცრად უძლებს მოურწყავობას, კარგ ბალიშებს აკეთებს, დაბალია და კარგი ფერით ყვავის საფლავებზე. სანამ წმინდა სამებაღეო ამბებზე გადავალთ, მანამდე ერთი ამბავიც გაუზიაროთ ჩვენს მაყურებელს. წლების წინ ქალაქის გამწვანებამ ჩამოიყვანა გერმანელი ექსპერტები, რომლებსაც უნდა გამოევლინათ ქალაქისთვის გამძლე ჯიშები. გაეკეთებინათ ნუსხა და ეს უნდა ყოფილიყო ჩვენთვის როგორც სახელმძღვანელო. ხო არაფერი მეშლება, სწორად ვამბობ. სახელმძღვანელო.
და გერმანელმა ექსპერტებმა სახელმძღვანელო დაწერეს სასაფლაოზე გადარჩენილი გაზრდილი და გახარებული მცენარეების მაგალითზე. აღმოჩნდა, რომ სასაფლაოები, როგორც წეღან ვთქვით, ზუსტად ის საცავია, სადაც ყველაზე მეტად შეიძლება გახდეს იქაური მცენარეები მაჩვენებელი, რომელიც შეიძლება დაირგოს. სურათს ახლა კარგად აქვს მომზადებული, მაგრამ მწვანე ჩიტავაშლა ერთ-ერთი შეუცვლელია გართხმული ჩიტავაშლა, რომელიც ბევრ აღმოსავლეთის საფლავებზე, აი თბილისის შემოგარენში ბევრგან ნახავთ. ბროწეულები ხარობენ ძალიან კარგად სასაფლავებზე იმ მარტივი მიზეზის გამო, მებაღეობა რომ გაურიოთ ახლა ამ საქმეში, რომ კარგად უძლებს მოურწყაობას, მცხუნვარე მზეს, სიმშრალეს. კი ბატონო. ძალიან კარგად ხარობს კვიპაროსი, ეს ყველა მიწის და სიმბოლოდაც კი იქცა პირამიდული კვიპაროსი სასაფლაოსთვის. ბზა ძალიან კარგად ხარო. ბზა ძალიან კარგად ხარობს, გასაკვირია ზურა. წესით, ლოგიკის მიხედვით ბზა არ უნდა ხარობდეს, იმიტომ რომ კოლხეთის ელემენტია, კოლხეთის მცენარეა, ქვეტყეში იზრდება და ასე მოშიშვლებულ საფლავზე, ღია საფლავზე არ უნდა ხარობდეს, მაგრამ გასაკვირია ზოგიერთი რამე არ ემორჩილება კანონზომიერებას. ისე აყვავდება ხოლმე. დარგვის მთავარი პრინციპები ავუხსნათ ჩვენს მაყურებელს, თუ როგორ ურგავთ ჩვენ ამას გაგიზიარებთ. ლავანდა ხარობს კარგად და როზმარინი. პირველი, რასაც ვაკეთებთ, თუ არჩევთ ისეთ მცენარეს, რომელსაც ნიადაგი შეკრული აქვს ფესვთა სისტემასთან, მიწის გუნდა შეკრული აქვს ფესვთა სისტემასთან, კომს რასაც ვეძახით ჩვენ, თუ ასე შეკრული იქნება, მაშინ გახარების შანსი აუცილებლად უფრო მეტია, ვიდრე ფესვის გარეშე, მიწის გარეშე, შეკრის გარეშე. ამიტომ შერჩეულ მცენარეს რომ ამოვიღებთ, უნდა ამოდიოდეს პასკასავით. პირველი, რასაც ვაკეთებთ, ამ კომს და ფესვთა სისტემას ცოტა ვუშლით და ვუღიზიანებთ. ჩახვეული რაც აქვს, ამას აუცილებლად დავუშვით. ეს ზოგადად დარგვის პრინციპია, მაინდა-მაინც სასაფლაოზე დარგვას არ ეხება, მაგრამ სასაფლაოზე ხშირად ადამიანები რგავენ გამოუცდელი ადამიანები მცენარეებს. ამიტომ გამოუცდელ ადამიანს კიდევ უფრო ჭირდება მიშველება და სრულად არ დავუშვით, მაგრამ ამ ბადეს ცოტას დავუსეროთ, ზედაპირს მოვაცლით, დახავსებული იქნება, ცუდი ფოთოლი ექნება, ამას მოვაცლით და ასეთ ფორმაში უკვე შეზავებულ ან აფხვირებულ ნიადაგში ჩავრგავთ. მცენარე, რომელიც ასე გამოიყურება, მრავალწლოვანია, მაგრამ ფესვთა სისტემა ფუნჯა აქვს და ფაქიზია, აუცილებლად უნდა ჩარგოთ ფხვიერ ნიადაგში. სხვა შემთხვევაში ეს ამ ფესვებს არ აქვს იმის ძალა, რომ ყამირ და მყარ ნიადაგში გავიდეს. კიდევ ერთი შეცდომა, რასაც ხშირად უშვებენ სასაფლაოზე დასარგავად მიტანილი მცენარეებისა. ხშირად საფლავებს ფარავენ შავი მიწით და ადამიანებს გონიათ, რომ რადგან ნიადაგს აქვს შავი შეფერილობა, ლამაზია, კარგად გამოიყურება, როცა შავი ხავერდივითაა დაფენილი, მოწესრიგებული სანახავია და ამიტომ ცდილობენ ადამიანები. ის შავი მიწა არ ნიშნავს მაინდა-მაინც, რომ ნოყიერია. იმ მიწაში მცენარე ძნელად გაიხარებს, ის უბრალოდ დეკორატიული მიზნებისთვის წალკიდანაა ჩამოტანილი. როგორც ვიცი, იქ ნახშირის და რაღაცა სხვა შემცველობაცა ალბათ ნავთობის, მე ვფიქრობ. შეიძლება ან ტორფნარევი, ან ტორფიანი რაღაცა სხვა ამბავია, იქ მე კარგად ამაზე პასუხი არ მაქვს, მაგრამ გონია რომ ის არ არის ნოყიერი ნიადაგი და ხშირად უხმებათ ამის გამო. კი ბატონო. კიდევ ერთი ამბავი რის გამოც უხდება, არ არსებობს არც ერთი ცოცხალი მცენარე, რომელსაც დარგავთ და თავიდან არ ჭირდება მზრუნველობა. თავიდან სანამ ფესვს გაიტანს, ეხლა ზურა რასაც რგავს, აქიდან იმ მიწაში სანამ გაიტანს მორწყვა აუცილებლად ჭირდება. ყურადღება ცოტა ხანი მაინც ჭირდება. მერე კი შეეგუება და ბევრი მცენარე გადარჩება. კლასიკური მაგალითი სასაფლაოებზე გახარებული მცენარეების არის ზამბახები. კი ბატონო, ზამბახები და ესენი ტიტები, ბოლქოვანი მცენარეები, იმიტომ რომ მათი ცხოვრების წესი, მათი რითმი, მათი მოთხოვნილებები შეეფერება და შეესაბამება იმ საფლავზე მცენარეებს. ახლა ამ ბოლო დროს ძალიან კარგად გავრცელდა აუბრიეცია, კარგად ეფინება, რა თქმა უნდა, სედუმები და სუკულენტები სულ იყო და კიდე პორტულაკები, რა თქმა უნდა, მეზემბრიანთეულები, რომლებიც კარგად უძლებენ. თავარი მცენარის შერჩევის პრინციპი არის უყვარდეს მზე და უძლებდეს სიმშრალეს. სიმშრალეს უძლებდეს არ ნიშნავს, რომ მორწყვა საერთოდ არ უნდა, მით უმეტეს დარგვისთანავე პირველ მორწყვას აქვს დიდი მნიშვნელობა და დარგვის ხრიკებს შორის კიდევ ერთ-ერთი მთავარი არის ის, რომ ვიკითხოთ და ვიცოდეთ, რომელი რამხელა იზრდება, რომელი უფრო მაღალი იზრდება, რომელი უფრო დაბალი, რომელია ნიადაგმფარავი, რომ დავრგოთ იარუსებით. თუ ეს არის დაბალი, ამის შემდგომ უნდა დავრგოთ ცოტა მაღალი, მერე უფრო მაღალი, რომ ერთმანეთი არ გადაფაროს. ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი წერს, გთხოვს დახმარებას, შემოგჩივის, ზოგჯერ გულნატკელნი, ნაწყენი,
იმედ გაცრუებული და გაწმილებული, რომელმაც მოინდომა, შეეცადა და არ გამოვიდა თავისთვის ძვირფასი ადამიანის საფლავზე გაახაროს მცენარე. იმედი ამ ჩვენი პატარა რჩევებით შემოგეშველეთ, ხელი მოგიმართეთ და თუ რაიმეში გამოგადგებათ ჩვენი რჩევა, არ დაგზარდებით, ყოველთვის მოგწერეთ, ჩვენ მზად ვართ ამისთვის გიპასუხოთ. რომ შევაჯამოთ ზურა და ჩამოვთვალოთ, იქნებ ჩვენი მაყურებლისთვის უფრო პრაქტიკული გამოდგეს. ძალიან კარგად ხარობს კვიპაროსი, ძალიან კარგად ხარობს იფანი ხეებიდან, ზეთისხილი არაჩვეულებრივად ხარობს. კარგად ხარობს აღმოსავლეთ საქართველოში სასაფლაოებზე ვამბობ. დასავლეთში უფრო მარტივადაა საქმე, იმიტომ რომ ბევრი ისეთი მცენარე ხარობს, რაც აღმოსავლეთში წარმოუდგენელიც კია. მათ შორის აზალია, ჰორტენზია, ბევრი წყავი კარგად ხარობს, წყავი ჩვენთანაც კარგად, აღმოსავლეთშიც კარგად ხარობს. ეს რაც შეეხება ხეებს, უთხრათ ბუჩქები, პროცეული, რომელიც საინტერესოა. შეუცვლელია. ნინო მიყვებოდა იმას წინათ, ჩხირი ჩავრგეო, ჩხირი, აი ამ ხელა ჩხირი და რომ მივედი შარშანო ჩემი დედმამის საფლავზე აბდღიალებული დამხვდაო და გახარებული მიზიარებდა. ეს ბოლო დროს გავრცელებული ბუჩქებიც ვუთხრათ. კარგად ხარობს ჩვენი გამოცდილებით ფოტინია, რომელიც ქალაქში ბოლოს გაჩნდა, ამ ბოლო დროს წითელფოთლიანი რომ არის, აი ეს ბუჩქია. ეხლა განსაკუთრებით ლამაზია. კარგად ხარობს ფშატი, ფორმირებული ვერცხლისფერია და მარადმწვანეა და კარგად საკეთებს, კარგონს საკეთებს. ტუია არაჩვეულებრივად ხარობს, წყავი ბზა რა თქმა უნდა რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ბზასთან ერთად ჩვენ ძალიან გვიკვირს ფიტოსპორიუმია ასეთი მცენარე კარგ ბალიშს საკეთებს ხასხასაა და ლამაზი. ხო, ძალიან მიკვირს რომ ფიტოსპორიუმი ხარობს საფლავზე, მაგრამ ფაქტია. კი, ფაქტ და ყვავილებიდან. განსაკუთრებით უნივერსიტეტთან რომ სასაფლაოა, რა ქვია იმას, ვაკის სასაფლაო. საბურთალოს კერძო სასაფლაო. საბურთალოს კერძო. აი ამ ხელა ბალიშებია გასაკვირად ჩემთვის. ეზოში უჭირს, თან ვევლებით მაინც არ გამოდის. იქ და ამ დროს არის ჩრდილის მცენარე, მყუდრო, სიმყუდროვის მცენარე და იქ ხარობს ჩვენივრად. ჩვენ და ჩიტავაშლა შეუცვლელია სასაფლაოებისთვის, გართხმული ჩიტავაშლა და მარადმწვანე ჩიტავაშლა. ნიადაგფარავი ვარდი და ჩვეულებრივი ბუჩქის ვარდი, შტამბიანი ვარდიც კი ბევრჯერ უკეთესი გვინახავს სასაფლაოზე, ვიდრე ბაღებში გამწვანების დროს. ყვავილების დროს, ყვავილობის დროს აუცილებლად უნდა შევარჩიოთ მრავალწლოვან მცენარესთან ერთწლოვანები, იმისთვის რომ ახლა ხიბლისთვის და ემოციისთვის ფერი მივიღოთ და ამ ერთწლოვნებიდან თუ იქნება ივან და მარია, ზიზილა, ბოლქოვანი მცენარეები, ახლა ის პერიოდია, როდესაც ნაკლები მოვლით, ლამაზ ეფექტს მივიღებთ და ემოციურად აღდგომაზე სასაფლაოზე გასვლის დროს გაზანიაზე გვექნება მეტნაკლებად. ყვავილებიდან გაზანია მზის გულზე არაჩვეულებრივად ხარობს. პორტულაკი, დანდური ძალიან კარგად ხარობს. მეზემბრიანთემუმი, ბროლის ბალახი. ერთ-ერთი შეუცვლელია და რა თქმა უნდა ჯუჯა მიხაკები. მრავალწლოვანი ჯუჯა მიხაკი. სწორედ ის პირობებია საფლავებზე, რაც მაგას ჭირდება. სიმშრალე, ბევრი მცხუნვარე მზე და საოცარ ბალიშებს აკეთებს. კიდევ ერთი აღდგომა გაგვითენდეს. თავარი ამბავი რაც არის, არ უნდა შევაგროვოთ ისეთი მცენარები, რომლებსაც ჭირდება განსხვავებული მოვლა. თუ რამოდენიმე ჯიშს ავიღებთ და ეს რამოდენიმე ჯიში გვექნება არა ერთი და რამოდენიმე ცალი, ეფექტსაც მივიღებთ, მოვლა უფრო მარტივი იქნება და მუდმივად გვექნება. ბევრი წვალება არ მოგიწევთ, მოკლედ მის დახარებაში. არ დაგზარდებით, შეკითხვები მოგწერეთ, პასუხებს სიამოვნებით გიპასუხებთ, მოგაწვდით. ბედნიერი აღდგომა გაგვითენდეს ყველას ერთად. გიცხონდეთ თქვენი გარდაცვლილები და ნათელში ყავდეთ ყველანი. კარგად წამდებოდეთ. ბედნიერად, ნახვამდის.